მინდა გაგიზიაროთ ქორნდოგების რეცეპტი. სახლის პირობებში ძალიან გემრიელი გამოდის. ამისათვის დაგჭირდებათ 200 გრამი მჭადის ფქვილი, 180 გრამი ხორბლის ფქვილი, 1 ჩაის კოვზი მარილი, შაქარი და გასაფხვიერებელი. ცალკე თასში 2 კვერცხი, 250 მილილიტრი რძე და 1 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი. მშრალი და თხევად ინგრედიენტები აურიათ ერთმანეთში, შეგიძლიათ დაუმატოთ ცოტაოდენ წყალი, რომ შეთხელდეს და შედგით მაცივარში 2-3 საათის მანძილზე, რომ კარგად გაცივდეს. ამასობაში სოსისები გაამშრალეთ. ეს ნაბიჯი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ცომი სოსის მიეკრას. შემდეგ გადაიტანეთ ცომი ჭიქაში, ზეთი გაახურეთ 180 გრადუსზე, ამოავლეთ სოსისები ცომში, დარწმუნდით, რომ სოსისი სრულად არის ცომით დაფარული. შემდეგ ძალიან ფრთხილად შეახეთ ზეთს 5 წამის მანძილზე და ნელა-ნელა ჩაუშვით. 3 ცალზე მეტი არ გააკეთოთ ერთ ჯერზე, რომ ზეთი ძალიან არ გაგიცივდეთ. გემრიელად მიირთვით.